მოგესალმებით, შესრულდა 11 საათი და გაცემთ დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში მერალა ბაღდავაძე ვარ. პოლიტიკურ პერიპეტიებზე კი ამჯერად ლევან გოგიჩაიშვილის და ფიქრია ჩიხრაძის შეფასებებს მოვისმენთ. საგამოძიებო კომისიის ხდომაზე დღეს მაკა ბოჭორიშვილს და გივი მიქანაძეს გამოკითხავენ. ორივე მათგანი 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებულ ქმედებებზე ისაუბრებს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და შესაძლოა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ახალი საქმეები ვიხილოთ. მას ასე ვიწყებს ზუსტად 60 წამში, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია პარლამენტის წევრ გივი მიქანაძეს უსმენს. ხდომაზე განსახილველი საკითხია 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებები. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკვებულ 18 პირს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგნენ. მასშტაბური ნარკორეიდი გუშინ თბილისსა და რეგიონებში 20 ადგილას ჩატარდა. ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის უკვე გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები და სავარაუდოდ მისი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ირანთან 12 დღიანი დაპირისპირების შემდეგ ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოხსნილია. აღდგა სასწავლო და სამუშაო პროცესი, გაიხსნა საჰაერო სივრცე. ბენ-გურიონის და ჰაიფას აეროპორტები სრული ოპერირების რეჟიმში გადავიდნენ. უკრაინაში ომი გრძელდება. რუსულმა ძალებმა ღამით ქვეყნის ქალაქებსა და დასახლებებს შეუტიეს. ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში მართვადი ბომბის აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. აფეთქებებია ზაპოროჟიეშიც, არიან დაშავებულები. მაშასა ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს. პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გოგიჩაიშვილია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ ლევან და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ბატონ ლევან, ვიდრე უშუალოდ თქვენს პარტიასა და თქვენი პარტიის ლიდერზე გიორგი გახარიაზე ვისაუბრებდეთ და აუცილებლად ვისაუბრებთ, იმიტომ რომ გუშინ განცხადებები გააკეთეს როგორც სუსის უფროსმა არიო ხანაშვილმა, ისე ახალმა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ, იქამდე ზოგადად ოპოზიციურ ფლანგზე შექმნილი ვითარება და აი კიდევ ერთით მეტი დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერი ყავს ქართულ ოპოზიციას. გუშინ უკვე გიორგი ვაშაძეს დაადეს ხელბორკილები და ჯამში ამ დროისთვის 7 პოლიტიკოსი გამოდის საპატიმროში. ირაკლი ოქროშვილი, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე. რეპრესიებს არქმევენ სხვები იმას, რა სურათიც მივიღეთ. აი თქვენთვის რას აჩვენებს ამდენი პატიმარი მხოლოდ ოპოზიციაში სხვა ფლანგებზე დაპატიმრებულებს რომ თავი დავარქოთ? ნუ რეპრესიულმა სისტემამ პირი გააღო და რა თქმა უნდა, ეხა მის მუცელს ვერაფერი ვერ ამოყორავს, მანამ სანამ ეს სისტემა არ დაინგრევა. ეს შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. დაცული ამ ქვეყანაში აღარავინ აღარ არის. სამართლებრივი ჩარჩოდან არის გაცული პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, პარლამენტი არ არსებობს, საკონსტიტუციო სისტემა მორღვეულია, ბალანსი არ არსებობს, არსებობს ერთი ადამიანის სამფლობელო, სამეფო თუ საფეოდალო და ამ ადამიანის ზნებებით დღეს იმართება ეს ქვეყანა. სამწუხაროდ ჩვენ არ აყავს პოლიცია, პირდაპირ მნიშვნელობით, რასაც დღეს პოლიცია აკეთებს, ეს არის კრიმინალი და ბევრ მათგანს რა თქმა უნდა ამის გამო პასუხი მოეთხოვება. სამართლებრივი ჩარჩოდან არის გასული სასამართლო, პროკურატურა არ არსებობს, ახალი გენერალური პროკურორი დანიშნეს ზურა ადეიშვილის კადრი. წარმოიდგინეთ, ახლა წინა სისტემის პროკურორი, სუსის ხელმძღვანელი, მე ჩემზე კარგად არავინ არ იცნობს, ყოფილი ნაცი არის და მე არის სპორტირებული ქართულ ოცნებაში. ჩოჩიევის კომისიაში სხედან ის ადამიანები, ჩოჩიევს გულისხმობ თეა ჩოჩიევს, წულუკიანს მე აღარ დაუძახებ, ის არის თეა ჩოჩიევი, ჩვეულებრივად, რომელიც აკეთებს ოკუპანტების და სეპარატისტების საქმეს და ებრძვის გიორგი გახარიას მხოლოდ იმის გამო და ასრულებს ბინძურ დავალებას ივანიშვილის, რომ ამ ადამიანმა საქართველოს შეუნარჩუნა სოფელი ჩორჩანა და ის ტერიტორია, რომელზედაც დღეს ქართველები ცხოვრობენ და საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არიან მოქცეულები. და ეს კომისია აპირებს ამ ადამიანის გასამართლებას მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარ სამშობლოს, ძალიან ბოლო პერიოდში ძალიან ისეთი ამბავი არის, პრეცედენტული ამბავი არის, შეუნარჩუნა აი ამ ხელა ტერიტორია პირდაპირ მნიშვნელობით. ეს მოცემულობა არის, ეს სისტემა რა თქმა უნდა არ გაჩერდება. და სასაცილოა, ხო? ნახეთ, რაზე მინდა აქცენტი გავაკეთოთ. მიქანაძე ყავთ დღეს თუ არ ვცდები დაბარებული, თუ ყავდათ უკვე? არა, აწი
უნდა გამოიკითხოს მაკაბოჭორი. ესე იგი, გივი მიქანაძე. მე მინდა განსაკუთრებით მივმართო იმ პატიმრების მშობლებს, ვისაც 2006 წელს ეგრეთ ბრჭყალებში ციხის ბუნტის დროს შვილები დაუხოცეს. აი ეს ადამიანი ხელმძღვანელობდა მაშინ იუსტიციის სამინისტროში სასჯელ ახსნურების დეპარტამენტს. იყო მინისტრის მოადგილე და პასუხისგებელი პირი პატიმრების უფლებებზე და დაცულობაზე. ეს ადამიანი, რომელმაც აი ეს მოაწყო 2006 წელს ციხის ბრჭყალებში ბუნტი და ხალხი დახოცეს, დღეს ეს ადამიანი ზის ესე იგი საგამოძიებელ კომისიაზე არა როგორც თქვათ დასაკითხი პირი, რომლის დროსაც ადამიანები დაიხოცნენ, აი ესე ავტომატებს ყოფდნენ საკნებში და ისე ისროდნენ და ეს ადამიანი იყო მაშინ ამათი ხელმძღვანელი. არამედ ზის რომ რაღაცა 2012 წლიდან რომელიც ბოლომდე რაღაცა არ ვიცი 2016 წლამდე ნაციონალურ მოძრაობას აძლევდა ხმას, ხო? ეს ადამიანი დღეს აპირებს რაღაცა ახალ მოწმედ გვევლინება. მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ნაცების დიპლომატი. მთელი ცხოვრება ადამიანი, რომელიც იყო ნაციონალურ მოძრაობის სისტემის ნაწილი, დიპლომატი, არაფერი ეს სალომე სამადაშვილის მოადგილე იყო წლების განმავლობაში. როდესაც სალომე სამადაშვილი იყო ნაციონალურ მოძრაობის აქტივისტი და მხარდამჭერი, არც მალავდა იყო. ხო, დღეს იქნება მოწმეები, როგორ აზიანებს ოპოზიციური ძალები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საქართველოს საგარეო. ხო, აი ეს წარმოიდგინეთ ეს ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება მავნებლობდნენ, მთელი ცხოვრება არიან დაკავებული მლიქნელობით, ოღონდ რაღაცა სისტემას მოერგონ. არ გამოვა ეს სისტემა დიდხანს ვერ გაძლევს. რაც არ უნდა დიდი პირი გააღოს და რაც არ უნდა გაუმაძღარი იყოს ეს რეპრესიული მანქანა, ეს ადრე თუ გვიან ჩამოიშლება, ჩამოინგრევა და განსაკუთრებით ამ ადამიანების ისინი ვეღარ მოახერხებენ პორტირებას ვერსად. შეიძლება მაშინ არ არსებობდა სოციალური ქსელები, არ არსებობდა ამდენი ინფორმაცია, როგორც დღეს არის, ხო? ბლოკჩეინია ყველაფერი იცის, ვინ რას წერს, ვინ რა პოზიციას იკავებს, ვის უხარი ამ ხალხის დაკავება, აი შედით უბრალოდ. აი ჟრიამონს აწყობს ზოგი ჩვენი მოქალაქე, ისეთი ბედნიერები არიან, თითქოს რაღაცა გამდიდრდებიან იმის გახარიას დაკავებით და მათი ოჯახის სოციალური მდგომარეობა გამოუსწორდება. ისეთივე ღარიბები დარჩებიან და ისევ იმ ასლარს დაელოდებიან ხელისუფლება, რომ გადაუგდებს წინა საარჩევნოდ. აი ეს მოცემულობა არის, აი აქამდე მიიყვანა, ესე გახწნა ივანიშვილმა, ესე გააფუჭა ეს ქვეყანა, საკუთარ ამომრჩეველს ხო პატივს არცემს. ყველაფერი უკუღმართი არის. ხალხს იჭერენ იმისთვის, რომ საკუთარ სამშობლოს მიწა რატო შეუნარჩუნეო. ნაციონალური მოძრაობის გასამართლებელი კომისია შექმნეს და მაგად გარდა ყველა იმას ხნეს. ყველა დაიბარეს და ყველა დაიჭირეს. არ დაუბარებიათ სააკაშვილი, არ დაუბარებიათ ახალაიები, არ დაუბარებიათ პროკურორები, სასამართლოები, მოსამართლეები. რა გგონია ის მიზეზი, რომ გამოიკითხა ფაქტობრივად ყველა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული პირების გარდა. დასაჭერად გააკეთეთ ნაციონალურ მოძრაობის გასასამართლებელი კომისია იმისთვის შექმნით, რომ გახარია და ბადრი ჯაფარიძე დაგეჭირათ? ხო, აი რა გონია მიზეზი? რომელმაც 2006 წელს ადამიანი ჩახოცა პატიმრები, ეს ადამიანი დღეს არის გათეთრებული ადამიანი და ამან უნდა მიცეს ახლა ჩვენება დიკა ცკიტიშვილის წინააღმდეგ, შენ მოქმედებდი შენი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, ხო? ესე ამოატრიალა ამ უბედურმა ადამიანმა ეს ქვეყანა. ეს არის ივანიშვილის სამართალი, ეს არის მისი სახე, მისი ფარისეულობა. და ეს კიდე კომისია. თეა წულუკიანი არის თეა ჩოჩიევი. პირდაპირ მნიშვნელობით ვერასდროს ვეღარ გაექცევა აი ამ სტიგმას, რასაც ის აკეთებს. ვინ არის თეა წულუკიანი? თეა წულუკიანი ივანიშვილმა გატეხა. ნამსხვრევებად აქცია. თეა წულუკიანი ერთ პერიოდი პროგრესული იყო, მას უნდოდა რეფორმის ჩატარება სასამართლოში, ის ებრძოდა ნაციონალურ მოძრაობის გადმონაშთებს პროკურატურაშიც, სასამართლოშიც. მაგრამ პირველად ცხვირი წაატეხეს პროკურატურაში, როდესაც ვერაფერი ვერ ქნა და მე სასამართლოზე და დღეს ახლა ეს გაბოროტებული ადამიანი, საკუთარი უსუსურობით გაბოროტებული ადამიანი, ახლა მე მას როგორც პოლიტიკოსზე ისე ვსაუბრობ, რადგან მას აქვს ეს პრეტენზია და ამიტომ აქ ზღვარი არ არსებობს, თქვა კრიტიკის. რა თქმა უნდა, ეთიკის საკითხებს, რა თქმა უნდა, დაცული იქნება, მაგრამ მის როგორც პოლიტიკოსი ის არ არსებობს, ის არის თეა ჩოჩიევი. ის არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყნის მოქალაქის დავანებოთ მის პრემიერ-მინისტრობის დროს როგორი იყო გახარიას მიმართ დამოკიდებულება. მხოლოდ იმისთვის უნდა რომ გაასამართლოს, რომ ამ ქვეყანას შეუნარჩუნა ტერიტორიები.
მხოლოდ იმის გამო უნდა და საკუთარი სისუსტე, საკუთარი მანკიერება, ყველაზე დიდი მანკიერება ადამიანის რა არის და უსუსურება, სიმხდალე. და ეხლა საკუთარი სიმხდალე, საკუთარი ეს საკუთარი თავი, რომელიც არის დამსხრეული არის, არ არსებობს. მისი ინდივიდუალიზმი აღარ არსებობს, უნდა ეს ბოღმა გადმოანთხიოს და უნდა დაიჭიროს გახარია. მაგარი ხარო დაიჭირე ბადრი ჯაფარიძე. აუ ძალიან მაგარი ხარ. ბადოლევან, კითხვების დასმის საშუალებაც უნდა მომცეთ და მე მოგცემთ აუცილებლად პასუხების შესაძლებლობას. ღიად ჩანს, აი რაც შეეხება გიორგი გახარიას, რომ გახარიასაც ემუქრება პატიმრობის საფრთხე. ხო, აი გუშინ გახარიასთან მიმართებაში განცხადებები გააკეთეს როგორც სუსის უფროსმა ან ოხანაშვილმა, ისე ახალმა გენერალურმა პროკურორმა, მაგალითად ოხანაშვილმა თქვა, რომ ჩვენი ტერიტორიების 100 ჰექტარი დროებით, მაგრამ დაიკარგა და ამას სჭირდება ახსნა, მით უფრო რომ საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით გაწყვეტილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გვერდის ავლით იქნა მიღებული და გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, რომ გიორგი გახარია როგორც სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნაზე პასუხისმგებელი პირი იქნება გამოკითხული. ოხანაშვილის და გვარაკიძის განცხადებები გახარიას მიმართ პროცესების რა, ასე ვთქვათ, სავარაუდო სცენარით განვითარებაზე მიანიშნებს და რამდენად მზადა აქვე კითხავთ გიორგი გახარია, რომელიც ახლა საზღვარგარეთ იმყოფება, აი ამ ფონზე დაბრუნდეს საქართველოში და გამოძიების კითხვებს უპასუხოს. ეხლა რაც შეეხება ის არ ვიცი ეხლა სად ამოთხარეს ეს ადეიშვილის ყოფილი კადრი, მაგრამ თქვენ თუ შეგიძლიათ შეხვიდეთ ჩვენის პარტიის საიტზე და ნახოთ 2019 წელს ოხანაშვილი რას ლაპარაკობს. ეს უპრინციპო ხალხი არის. ეს უპრინციპო ხალხი არის. საკუთარ მამას დააჭერინებს ივანიშვილი რომ მოინდომოს. აი რო უთხრას ეხლა წახვალ ხვალ და მამაშენს დაადებ ბორკილებსო, წავა და მამამის ბორკილებს დაადებს. სხვათა შორის კარგი კაცი არის მამამის. ოხანაშვილის მამა. აი ესე წავა და ბორკილებს დაადებს. იგივეს გააკეთებს ეს ახალი პროკურორი რო ამოთხარეს, ეს ძველი ადეიშვილის რაღაც იმის არ ვიცი რაღაც კარიდორის ბიუროკრატი თუ ვინც იყო რა მნიშვნელობა დერეფის უკაცრავ სიტყვა ვიხმარე. ამას არა აქვს მნიშვნელობა. ფაქტი რა არის, რომ საქართველოში ქართველ კაცს, რომელსაც ჰქონდა პასუხისგებლობა საკუთარი ქვეყანაზე, რომელმაც დაიცვა 2000 ჰექტარი. თუ ესე არის ჰექტრებზეა საუბარი, 2000 ჰექტრის წაღება უნდოდა 2000 ჰექტრის, ანუ 20 მილიონი რადგან ახლა მილიონი კვადრატ 20 მილიონი კვადრატული მეტრის წაღება უნდოდა საოკუპაციო რეჟიმ სეპარატისტებს. 20 მილიონი ჰექტრის, ისა 20 მილიონი კვადრატული მეტრის. მეტр კვადრატული მეტრი. გახარიამ დაიცვა ეს. დღეს აი ამ რაღაცა არაფერს, აი არაფერს, цаრიელ ქაღალდს, ხოლო цаრიელ ფურცელს არაფერი არ არიან ეს ადამიანები. ამათ უნდათ ამ ადამიანის დაჭერა. დღეს ამ გაურკვევლობაში, როდესაც გასული არის, ყველა გასული არის კანონს მიღმა, არ არსებობს არანაირი ლოგიკა, არსებობს მხოლოდ პროპაგანდა, სიბინძურე, საკანალიზაციო არხები, როგორიც არის TV იმედი, რუსთავი 2, პირდაპირ მნიშვნელობით ეს რაღაცა პოსტივი, მათი სიბინძურეები, კორუფცია და შავი ფული დაფინანსებული ტროლბოტობა, ეხლა აი ამ სამართალს, აი ამ გაუკუღმართებულ სამართალს ჩვენ რა თქმა უნდა არავინ არ შევეგუებით. რამდენი ამხელა პირიც არ უნდა დააღოს სისტემა, რამდენი ადამიანიც არ უნდა გადაყლაპოს, რამდენი ოჯახიც არ უნდა გაუბედუროს. საბოლოო ჯამში ბოროტის ზაფრის გმირი მაცდება. ბადოლევან, შეფასებები ბევრი გააკეთეთ და მოისმინა უკვე ჩვენმა მაყურებელმა, ახლა მინდა გვითხრათ რა საპირებს ამ ყველაფერზე გიორგი გახარია, ანუ რა იქნება მისი პასუხი. აქტიურად ალაპარაკდნენ მაგალითად იმაზე, რომ გიორგი გახარია შესაძლოა საქართველოში საერთოდ აღარ დაბრუნდეს და სხვათა შორის მას ბევრი ურჩევს, რომ სწორედ ასე მოიქცეს და დარჩეს იქ, სადაც ახლა იმყოფება. მაგალითად აი გია ხუხაშვილიც არის ერთ-ერთი, რომელიც მიიჩნევს, რომ გახარია საქართველოში აღარ უნდა ჩამოვიდეს. აი პირადად თქვენ რას ფიქრობთ ამ ამბავზე და რას ურჩევდით თქვენი პარტიის ლიდერს ჩამოვიდეს და დაუპირისპირდეს რეჟიმს, როგორც თქვენ მას უწოდებთ, თუ აღარ? პირველი, რამოდენიმე კვირის განმავლობაში, რაც თვითონ განაცხადა გიორგი გახარია საქართველოში ვერანაირად ვერ ჩამოვა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვს და დღეს გახარიას იქ ყოფნა არის კიდევ უფრო ორმაგად და საბაგად უფრო მნიშვნელოვანი. გიორგი გახარია ჩამოვა თუ არ ჩამოვა, ამაზე თავი იმტრიოს სუსმა და პროკურატურამ, ეს არის ჩემი პასუხი. განაჩენი რაც შეიძლება ითქვას ის, რომ ამ რეჟიმს არავინ არ შეეგუება,
ამ რეჟიმთან ყველა იბრძოლებს და ეს პროცესი აჩვენებს, რომ ბევრი ადამიანი კიდე უფრო მეტად არის მზად დაუპირისპირდეს რეჟიმს. რეჟიმი, რა თქმა უნდა, ეხა გააკეთებს ყველაფერს, იმიტომ რომ ხო გეუბნებით, ანუ საზღვარი არ არსებობს. აი, ზღვარი არ არსებობს. არ არსებობს ჩვეულებრივად. ვისაც უნდა, იმას დაიჭერენ. ჩვეულებრივად ქვეყანა არის გასული სამართლებრივი ჩარჩოდან. პროკურატურაც, პოლიციაც, სასამართლოც. ეს სამივე უწყება ბიძინა ივანიშვილს აქვს პირდაპირ მნიშვნელობით ამოდებული. ამოდებული რა, ამოდებული რასაც ქვია. რასაც უნდა იმას აკეთებიებს პოლიციელებს, რომლებიც საერთოდ ვერ აცნობიერებენ, აი გაყინული თავებით დადიან. ვიღაცებს ბორკილებს ადებენ, თითქოს გონიათ, რომ ეს რაღაცა მუდმივად გაგრძელდება. ამის გამო მათ პასუხს არავინ არ მოთხოვს. ესეთი განცდა აქვს ბევრს, პროკურორსაც, მოსამართლეს, იცით რატო? იმიტომ რომ ძველი პრეცედენტიდან აქვს გამოცდილება, რომ ადეიშვილის მოსამართლე გახდა უადო, ნარკოტიკის ჩამდები პოლიციელი დაწინაურდა 15 ივნისს რო თავყვა დაამტვრიეს აქტივისტებს 2009 წელს. ბევრი მათგანი, ზოგი გუბერნატორი გახდა, ზოგი სამმართველოს უფროსი გახდა, ზოგი მინისტრის მოადგილე გახდა. ეს მაგალითები უდევთ ამ პოლიციელებს და იცით რას ფიქრობენ ეს პოლიციელები, რომ ხელისუფლება რო შეიცვლება, ჩვენ ამათ კიდე ახალ ხელისუფლებასაც დაუჭირდებით ბინძური საქმეების აკეთებად. ანუ საკუთარ თავს აპრიორად იმ რანგში აყენებენ, რომ ისინი ყველაფერზე შემსრულებლები არიან, მაგრამ ამ ქვეყანაში აღარავის არ დაჭირდება არც ესეთი პოლიციელი, არც ესეთი მოსამართლე და არც ესეთი პროკურორი. კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ გიორგი გახარიას და მე ისევ ზოგად კონტექსტში განვაგრძოთ ქვეყანაში შექმნილი ვითარების შეფასება. უკვე გვესმის განცხადებები მის თაობაზე, რომ თუ გიორგი გახარია საქართველოში არ დაბრუნდება, მასზე შესაძლოა საერთაშორისო, ასე ვთქვათ, მასშტაბით გამოცხადეს ძებნა და ამ კონტექსტში მართლა საინტერესოა, აი პირადად თქვენი პოზიცია რომ გითხრათ, გიორგი გახარია რა პოზიციიდან უფრო დაეხმარება დღეს ქვეყანას. საქართველოში ციხეში გამოკეტილი რისი ალბათობაც უფრო და უფრო იზრდება, თუ რომელიმე დასავლურ ქვეყანაში მყოფი, სადაც ისევ შეძლებს მისი საერთაშორისო კონტაქტების გამოყენებას და აი რამდენიმე წუთის წინ თქვენ თავადაც თქვით, რომ მნიშვნელოვანია დღეს გახარიას უცხოეთში ყოფნა და ის ვიზიტები რაც მაქვს აქვს. მე რა თქმა უნდა თქვენ კითხვებზე შემილია პასუხის გაცემა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღეს ეს არ არის რელევანტური, იმიტომ რომ კონკრეტული კონკრეტული რაღაცა ფაქტები დამდგარი არ არის. ეხლა არ დაბადებულ ბავშვო აბრამას არ ქმნებდენო დაახლოებით ეგ ამბავი არის. ჩვენ ამაზე შეგვეძლება მომავალშიც ვილაპარაკოთ, როდესაც კონკრეტული შემთხვევა დადგება, მაგრამ დანამდვილებით მინდა გითხრათ, რომ 2 ივლისს გიორგი გახარია სავარაუდოდ არ იქნება თბილისში, სავარაუდოდ. მე არაფერს არ გამოურიცხავ, მაგრამ ვამბობ სავარაუდოდ. ჩვენ ვითხოვთ, მე რას ვითხოვ? გიორგი გახარია ითხოვს, რომ დაკითხონ, უბრალოდ გამოკითხონ, კითხვები დაუსვან დისტანციურად და ნუ ეშინიათ, იმიტომ რომ არ გავთიშავთ ნამდვილად, არ გავთიშავთ მაუწყებლად, ამ ჩვენზე რაც იქნება ტექნიკურ მხარეს. ნამდვილად არ გავთიშავთ. თუ აქვთ გამბედაობა ძალიან მარტივი არის, ხო? თანაბარი პირობები არის. იქ რომ მიდიხარ, არ არის თანაბარი პირობები. 7 ოსი სეპარატისტი შენ გიტევს, ხო? პირობითად ვამბობ და ეს ადამიანები ჩემთვის ისინი არიან სეპარატისტები. ოსი სეპარატისტები, რომლებიც არიან შეკრულები რუსულ საოკუპაციო სახელმწიფოსთან და ჩვენ სამშობლოს გლიჯავენ. ესენი ჩემთვის ქართველები არ არიან. არც ერთი არ არიან ქართველები. ზოგი პირდაპირ მნიშვნელობით არ არიან და ზოგი გადატანითი მნიშვნელობით არ არიან. ისინი არ არიან ქართველი ადამიანები, ისინი არიან ამ შემთხვევაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი. ოსი სეპარატისტები არიან პირდაპირ მნიშვნელობით, რომელ კომისიასაც ხელმძღვანელობს თეა ჩოჩიევი და ეს არის ბორის ჩოჩიევის სახელობის კომისია, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ასამართლებს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ დაიცვეს საკუთარი მიწა წყალი. ამიტომ რაც არ უნდა იბრიქოს გენერალურმა პროკურორმა, რაც არ უნდა იბრიქოს უთავმოყარეო ადამიანმა, რომელიც 2019 წელს და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, აი ანახეთ, მე ხო არ ვიგონებ. კი, გუშინ გაავრცელა ქარდები. არაფერი ქარდი არ არის, შედით თქვენმა პარტიამ ასე რომ იძებნება ესეთი ინფორმაციები იძებნება. არსებობს ესეთი კარგი სისტემები ინტერნეტ სიუჩესი, სადაც შეგიძლია ეს ძველი ჩანაწერები ამოიღო
ზოგი YouTube-ზეა, ზოგი ინტერპრეს ნიუზზე დევს თქვენ ფანტასტიკური სააგენტო ჰოლდინგი, სადაც არაფერი არ იკარგება და დიდი მადლობა ამ არქივებისთვის, რომ არსებობს თქვენი ჰოლდინგი. არაფერი არ იკარგება. ეს ის ადამიანები არიან, რასაც უნდა იმას ალაპარაკებენ, რასაც უნდა იმას ალაპარაკებენ, გეუბნებით, რომ ყველაფერს გააკეთებიებენ. კი ბატონო. რამდენიმე კითხვის დასმა მინდა მოვასწრო კიდევ ვიდრე დაგემშვიდობებით, ამიტომ მოდით ახლა მე დამითმეთ რამდენიმე წამი. ბატონ ლევან, აი დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, აი ხა მინდა ვისაუბროთ იმაზე, რაშია გამოსავალი. აი მაგალითად დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებიც სულ ახლა ხარ რამდენიმე დღე არა ციხეში წავიდნენ, კიდევ უფრო აქტიურად საუბრობენ ერთიანობის და ერთიანი გეგმით მოქმედების აუცილებლობაზე. ხაზარაძემაც გააკეთა ეს განცხადება, გუშინ უკვე დაპატიმრებამდე რამდენიმე წამით ადრე გიორგი ვაშაძისგანაც მოვისმინეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ერთიანობის იდეაზე თქვენს პარტიაში რას ფიქრობთ? ახლა ეს გითხარით, აქამდე თქვენი პარტია თითქოს გაურბოდა ხოლმე ერთიანობის იდეას და უფრო ცალკე მოქმედებას ანიჭებდა უპირატესობას, ყოველ შემთხვევაში ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდით. ახლა აი ასეთი მტკივნეული პროცესების ფონზე რა და როგორ იქნება? ხომ არ მიდიხართ დასკვნამდე, რომ დიახ, საჭიროა ერთიანობას სჭირდება შესაბამისი ინსტრუმენტები. ჩვენ მაშინაც ვამბობთ და ეხლაც ვამბობ და მე ესე ვფიქრობ, მე უბრალოდ მყარი არგუმენტები მჭირდება. ყველაზე კარგი სადემონსტრაციო სივრცე ერთიანობის. აი, როდესაც ერთი მეერობის ერთ კანდიდატს აყენებ და უპირისპირდების სისტემას. პირდაპირ ნიშნავენ, ეხლა თქვენ ხო გესმით ეხლა. რასაც ისინი ერთიანობას ქვეშ გულისხმობენ, ერთიანობა სჭირდება ინსტრუმენტები, როდესაც რაღაცა ფრონტი არსებობს, პირობითად ვამბობ. ამის ყველაზე საუკეთესო მაგალითი არის, როდესაც შენ ყავს საერთო მაჟორიტარული კანდიდატი. ხაზარაძე მოყვებათ ამ იდეაში, მთავარია სხვა ოპოზიციური ძალები დაიყოლიან. როდესაც ყავს საერთო მაჟორიტარული კანდიდატი, საერთო მერობის კანდიდატი. პარტიულად გადიხარ ცალ-ცალკე, ამაში არანაირი პრობლემა არ არის. საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის, ეს სწორია, ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ხა შენ ახლა აქ ერთ სუპერ პარტიას ვერ ჩამოაყალიბებს. სხვა გარემო არის, სხვა რეალობა არის. ეს არ არის 2012 წელი. ნაციონალური მოძრაობა არსებობს და ამის გამო ეს არის ძალიან რთული. ეს ყველას უნდა გვესმოდეს. ძალიან რთული არის. აი თქვენ რამდენიმე წუთის წინ თქვით, რომ ამ რეჟიმის ქმედებები უსასრულოდ გაგრძელდება, თუ სისტემა არ დაინგრა. აი როგორ უნდა დაინგრეს ეს სისტემა, მოკლედ რომ გითხრათ. უნდა გაჩნდეს ერთიანობის ინსტრუმენტი. დღეს ყველაზე კარგი ინსტრუმენტი არის საერთო მერობის კანდიდატები, საერთო მაჟორიტარობის კანდიდატები. თუ სხვა ადამიანებს უკეთესი იდეები ექნება და უკეთესი არგუმენტები ექნება, ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, მოვისმინოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გადავალთ სხვა მოცემულობაზე. რა თქმა უნდა, დღეს სალომე ზურაბიშვილის როლი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. იმიტომ რომ ფაქტობრივად ის დარჩა ლიდერებისგან პოლიტიკურ. ბევრი ფიქრობს, რომ გადასარევი კანდიდატი იქნება თბილისის მერის არჩევნებში, როგორც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი. კი ბატონო, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტი არის. ამიტომ თქვენი მხარდაჭერა ექნება ასე რომ იყოს და მან ამის თაობაზე სურვილი გამოჩნდეს. მხარდაჭერა კი არ ექნება, მე დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებს მოიგებს, მაგრამ ეს მისი საქმეა. აი ამ მოცემულობაშიც, აი თუნდაც იმ პესიმისტურ მოცემულობაში, რომ არავინ არ ჩამოვა, დამკვირვებლები არ იქნებიან, რაღაცა ბრუტალური კანონები მიიღეს. არსებობს ყოველთვის რაღაცა ზღვარი, რომელიც იმის იქით პრობლემები არის, ეხლა ვერ დაკაჩავს 20%-ის, შეუძლებელი არის. აი, წარმოიდგინეთ, საპარლამენტო არჩევნები რა მასშტაბის გაყალბდა. ყველაფერი იკადრეს, ხო? და იქაც კი დაახლოებით მაშინდელი იმითი არის, დაახლოებით 15% არის განსხვავება. წარმოუდგენელი ციფრები არის, ძალიან დიდი ციფრები არის. ხა ნახევარ საქართველოს ხო არ გადმოწერენ ახლა მართლა იმაში თბილისში, ხო? ესე მარტივი არ არის ეს ამბავი. მაგრამ ეს სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, ეს სამსჯელო ამბავი არის. ნახეთ როგორი მოცემულობა არის. ეხაც საპატიმროში იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან და რომლებიც ხარს უჭერენ არჩევნებს. ამიტომ აქ კონსენსუსი მოსაძებნი არის. ერთი არის, როდესაც ყველანი გარეთ არიან და იქ შეიძლება სხვა ლავირების საშუალებები არსებობს. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი უკვე საპატიმროში არის, ამიტომ ეს ლავირების საშუალებები შემცირდა და
ყველა სიტყვას სხვა ფასი აქვს. ამიტომ მე ყველას მოუწოდებ, რომ სანამ რაღაცა ამოხტებიან ხოლმე ტანსაცმლიდან და რაღაცა თავს მაშვებიან, ახლა გაჯიუტდებიან და სხვა არგუმენტს არ იღებენ. ყველა მაწე უნდა აწონოს სიტყვა. იმიტომ რომ ყველამ ერთმანეთის სიტყვას პატივი უნდა უცე და ერთმანეთის აზრს. ამიტომ ეს სამშელო ამბავია. ჩვენ ამაზე დავილაპარაკებთ, მოვილაპარაკებთ. მე დარწმუნებული ვარ, რაღაცა აზრამდე მივალთ, მაგრამ აი ესე რაღაცა გონორით ლაპარაკი, რომ ჩემი აზრი არის ალტერნატივა, ამას არავინ არ მიიღებს. ეხლა როცა არ შეეგუები, არც ეგუები ივანიშვილის დიქტატურას, შეიძლება არც ვიღაცა იმის დიქტატურას შეეგუო, თუნდაც ოპოზიციაში მყოფი ადამიანის, რომელსაც უნდა შენ თავზე რაღაცა საკუთარი აზრის მოხვევა. ამიტომ ადამიანებმა ეხლა მეტად უნდა ცენ პატივი, იმიტომ რომ ჩვენ პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ იმ ხალხს, ვისაც ემუქრება. და ეხლა თქვენ ხო ხვდებით, ეხლა მალე დამთავრდება ეს სასამართლო პროცესები და ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც წინასწარი პატიმრობაში არის, შესაძლოა უკვე ოფიციალურად მათ უკვე პატიმრობის განაჩენის მოლოდინია სამწუხაროდ. ამიტომ ყველაფერს, ყველა სიტყვას აქვს ფასი. მეტ დიალოგს აქვს მნიშვნელობა. ახლა უნივერსალური, პირდაპირ ვამბობ, უნივერსალური მოდელი არ არსებობს. ამიტომ ჩვენ აქამდე უნდა მივიდეთ. არის ძალიან მძიმე სიტუაცია და ეს მძიმე სიტუაცია ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს. რომანტიზმის დრო დამთავრდა, რეალურად ქმედებების დროა. ბადოლევან, სულ რამდენიმე წუთი დაგვჭირდა სამწუხაროდ იწურება ჩვენ გაცემის ამ ნაწილისთვის განკუთვნილი დრო, ამიტომ მინდა რომ ბოლო კითხვა დაგისვათ უკვე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელსაც ამზადებს ქართული ოცნება და იცით რომ მთელი რიგი ცვლილებები შედის, აი მაგალითად საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, მაგალითად ერთ-ერთი ცვლილებით სასამართლოს შენობაში, დარბაზსა და ეზოში ფოტო, ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია იქნება დაუშვებელი და გადაღების უფლებამოსილება ექნება მხოლოდ სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს. არა და წლების წინ და გუშინ გაიხსენეს ეს როგორც ოპოზიციაში, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, სწორედ ქართულმა ოცნებამ დააბრუნა, ასე ვთქვათ, სასამართლო პროცესების თუ სასამართლოს ეზოში გადაღების უფლება, რაც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა. აი როგორ ვფიქრობ, ახლა რატომ თქვის მართველი პარტია პრობლემად იმას, რაც წლების წინ მოიწონა? ისტორიულ კონტექსტიდან ვაფასებ ჩვენს მოვლენებს. ქართული იმიტომ აკეთებს, რომ ქართული ოცნება ზუსტად დაემსგავსა ნაციებს. მე ჩემთვის ეხა ამ პარტიების მართლობაში განსხვავება არაფერი არ არის. ჩვეულებრივად ნაციონალ მოძრაობა, რაც ნაციონალ მოძრაობა იყო, წინა ხელისუფლება ზუსტად იგივე არაფერი აღარ დარჩა იმ ქართული ოცნებისგან, რამდენიმე წლის წინ თქვენს რომ წარმოადგენდა. ყოფილი ნაციებით არის საუსებ აი კომისიაში, ჩოჩიევის კომისიაზე ზის 5 პორტირებული ნაცი. ალუ და გუდუშაური, რომელიც იყო კუდის ადვოკატი და ნაცემმა არ დანიშნეს მოსამართლედ იმის გამო, რომ ახალაიას ადვოკატი არისო და წარმოიდგინე, იმდენად ბინძური ადამიანი იყო, რომ ადეიშვილმა არ გაიკარა. ახლა თვითონ იმ სისტემაშიც კი ყველაზე ბინძური ადამიანად ითვლებოდა. თენგი შარმანაშვილი, რომელიც იყო სააკაშვილის ელჩი, ალეკო ტაპატაძე, რომელიც იყო ყველაზე ბინძური საქმის გამკეთებელი ვანო მერაბიშვილისთვის, განსაკუთრებით 2007-2008 წლებში აჭარაში, ვინც კი ციხეში რაღაც ან ჩაუდეს ან რაღაც ციხეში გაუშვეს, ყველა საქმეში მონაწილეობდა. აბსოლუტურად თითქმის ან გაკარებული მაინც იყო. ეხლა თვითონ თუ არ უდებდა, ყოველ შემთხვევაში ზედამხედველობდა ამ ამბავს, ხო? ეს ადამიანები ყავთ აგერ ის ინჯია საიდან დააგროვა ინჯიას ოჯახმა ასეულობით $1,000,000 აქტივი ამ ქვეყანაში 2 წელი იყო მამამისი იმისი 90-იან წლების დასაწყისში კავშირგამბულობის მინისტრი. რანაირად დააგროვა? კითხვა დაუსვით, საიდან აქვს ამ ოჯახს $100,000,000-ზე მეტი აქტივი ქონები? საიდან? მე მგონი 2 წელიც არ იყო, ხო, რაღაცა იმის კავშირ. საიდან დააგროვა? როგორ გამდიდრდა ეს ოჯახი? და ხან ნაციონალ მოძრაობას უხდიდა ფულს, ხან შევანაძის უხდიდა ქართულ ოცნებას. აღარ წავიდეთ შორს ბატონებთან და არაფერი არ დარჩა. ქართული ოცნება არ არსებობს. არსებობს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, პორტირებული პროკურორებით, პოლიციელებით, მოსამართლეებით, იმიტომ რომ ეს ხალხი კარგად დატესტილი ხალხია, ყველაფრის ხელის მომწერი არის. პარლამენტშიც ყოფილი ნაციონალური მოძრაობის ხალხი უზის, ნაცების კანონებს იღებენ. პოლიციელებად, გუბერნატორებად ნიშნავენ იმ ხალხს, ვინც 2007 წელს, 2009 წელს, 2011 წელს სისხლის გუბეებს აყენებდა ადამიანების, რა თქმა უნდა, ეს არის ნაციონალურ მოძრაობის მემკვიდრეობა. ქართული ოცნება ის აღარ არის.
მადლობა. ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა მიხეილ სააკაშვილი. აი ეს რეალობა არის, მეტი არაფერი. მადლობა ბატონ ლევან იმისთვის რომ მოხვედით ჩვენთან და გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები, დაგემშვიდობებით ლევან გოგიჩაიშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ ფიქრია ჩიხრაძე გვერდდება, ასე რომ დარჩით ჩვენთან. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს კიდევ ერთ სტუმართან ერთად. ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე ამბობს ჩვენთან ერთად. გამარჯობა ქავტონ ფიქრია და მადლობა რომ შემოგვერთით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიღესალმებით. ქავტონ ფიქრია, დავიწყოთ მოდით პოლიტიკური პერიპეტიების შეფასება და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება, საიდანაც ორი თქვენი პარტიის დამფუძნებელია, აი ორი დღე გავიდა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაპატიმრებიდან, ამიტომ პირველი რაც მინდა გითხოთ არის როგორ ხართ პარტიაში ლიდერების გარეშე და რამდენად იცვლება თქვენი პარტიული ცხოვრება იმით, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე რუსთავის საპატიმროს გზას, ასე ვთქვათ, გაუყენეს. ხო, რომ გითხრათ, რომ ძალიან ბედნიერები ვართ ამ ამბით, ცხადია მოგატყუებთ, მაგრამ ბედნიერები ვართ იმით, რომ ესეთ რთულ ვითარებაში, რომელიც შეიქმნა საქართველოში და პრაქტიკულად ჩამოყალიბებული რეჟიმის პირობებში, საქართველოს ყავს პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მზად არიან, რომ საკუთარი მსხვერპლის ფასად იბრძოლონ და საქართველოს თავისუფლება არ დაუთმონ იმათ, ვინც განიზრახეს, რომ მიღწეული თავისუფლება, 30 წლის წინ მიღწეული თავისუფლება, ისევ მტერს ჩააბარონ და 100 წლის წინანდელი ისტორია განმეორდეს, ტრაგიკული ისტორია, როდესაც დამოუკიდებელი საქართველო მოისპო რუსეთის აგრესიის შედეგად, ოკუპაციის შედეგად და დღეს პრაქტიკულად იგივე პროცესში ვიმყოფებით, დასაწყისში ასეთი პროცესისა, პრაქტიკულად პოლიტიკური ოკუპაციის მდგომარეობაში ვიმყოფებით და ბუნებრივია ასეთ დროს ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების ადგილი შესაძლოა იყოს სწორედ საპატიმრო. ჩვენ ეს გაათმაგებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რა თქმა უნდა, და მზად ვართ ამ პასუხისმგებლობისთვის, იმიტომ რომ მართლაც პარტიის ორი გამოკვეთილი ლიდერი და ქართული პოლიტიკის, დღევანდელი ქართული პოლიტიკის გამოკვეთილი ლიდერები არიან საპრობილეში, ჩვენმა ადვოკატებმა გუშინ მოინახულეს ისინი, მხნედ გრძნობენ თავს, ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვექნება მათთან და ამ კომუნიკაციის საფუძველზე, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ იმ ბრძოლას, რომელიც მიგვაჩნია აუცილებლად. ქავტონ ფიქრია, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გუშინ გიორგი ვაშაძეც მიაყოლეს, რომელსაც ასევე პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ იმის გამო, რომ არ ითანამშრომლა საგამოძიებო კომისიასთან. ჯამში 7 ოპოზიციონერი პოლიტიკოსია ამ დროისთვის დაპატიმრებული, შეიძლება მერვე იყოს გივი თარგამაძე, რომლის საქმეზეც ამ დღეებში ველოდებით განაჩენს. შეშფოთებას ვერ მალავენ დასავლელი პარტნიორები, მაგალითად ევროკომისარი მარტა კოსი ამბობს, რომ ოპოზიციური ხმების დაპატიმრება თავდასხმაა საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე, რომელიც დღითი დღე იშლება. აი, ყველანი ციხეში, თქვენი აზრით, ქართული ოცნების რა მდგომარეობაზე მეტყველებს მართველი სახელმწიფო პარტიის ეს პოლიტიკა? საერთოდ, როდესაც ხელისუფლებაში 13 წელი ხარ და შენ სხვა არაფერი სალაპარაკო საკუთარ ხალხთან არ აქვს, ისევ 13 წლის წინანდელ ამბებზე ლაპარაკობ და ეს კომისია, თეატროლოგიანის კომისია, ხო პრაქტიკულად შექმნეს როგორც აი რუსული სიტყვა მინდა გამოვიყენო, სტანოკი, ასე ვთქვათ, რეპრესიებისთვის. სხვა დანიშნულება ამას არ აქვს. ეს არ მეტყველებს, რა თქმა უნდა, რეჟიმის კარგ მდგომარეობაზე, რეჟიმი რო ნორმალურ მდგომარეობაში იყოს და წინა ხელისუფლების საქმეების გამოძიება რომ უნდოდეს მართლა ჯერ ერთი ვინ უშლიდათ ამ 13 წლის განმავლობაში რომ ეს გაეკეთებინათ, მაგრამ წარმოიდგინეთ რომ ამ კომისიაზე პირველი დაიბარეს მამუკა ხაზარაძე, შემდეგ ბადრი ჯაფარიძე და სასჯელები ახლა განსხვავება პირობითია, მაგრამ მაინც თვალსაჩინოა
ვარ, რომ მამუკას და ბადრის მიუსაჯეს 8 თვე, სხვებს ნაკლები თვე ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ პოლიტიკასთან არ ჰქონდათ შეხება არათუ ნაციონალურ მოძრაობასთან, ხო? ამიტომ ეს არის პირდაპირ ბიძინა შურისძიებების ანარეკლი, ვინ იქნება დაბარებული, ვინ იქნება დასჯილი, ვინ იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ აღმოჩენილი, დღეს რაღაც ახალი სიაც გამოქვეყნდა და ალბათ არის მოლოდინი იმისა, რომ ამ ადამიანებსაც დაიბარებენ და ეს არის სტანოკი, მე იმიტომ ვთქვი, რომ ნებისმიერი ჩვენთაგანი, მე თქვენი ნებისმიერი ჟურნალისტი, ოპერატორი, რა ვიცი, ყველა ვისაც ერთხელ სადმე რამე დაუპოსტია, ვთქვათ, Facebook სივრცეში თუნდაც, შეიძლება აღმოჩნდეს ამ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ვიღაცას თვალში არ მოუვიდეს. ეს არის უკვე რეჟიმი, მაგრამ დამფრთხალი რეჟიმი. ის რომ დამფრთხალი არ იყოს, აი ეხლა რა კანონის გამკაცრებაც გამიზრახეს ხო საერთო სასამართლოების შესახებ. ჩვენ და თქვენ, მე და თქვენ გვახსოვს ძალიან კარგად წინა ხელისუფლების პირობებში, როგორ დაიხურა სასამართლოს დარბაზები, ხომ, ჩაიკეტა იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ გახსნა. დიახ. არათუ გახსნა, მანამდე აკრიტიკებდა ძალიან ამ მოვლენას და ამბობდა, რომ სასამართლო ხალხისთვის ღია უნდა იყოს და გახსნა მართლაც პერიოდი და როდის იხურება ასეთი სივრცეები. როდესაც გამორჩეულად დიდი უსამართლობა სუფევს იქ და ჩვენ იცით ახლა ლამის ნახევარ ცხოვრებას ამ ბოლო პერიოდში სასამართლოს ეზოებში და დარბაზებში ვატარებთ და იქ არის საშინელი უსამართლობა. იქ არის ცილისწამების და ცრომოწმეობის ნიაღვარი. იქ არის ცრუ გადაწყვეტილებების, უსამართლო გადაწყვეტილებების მთელი კასკადი. და ამისგან, რაც არ უნდა დახურონ ეს სივრცე, ვერავინ გაითავისუფლებს თავს. ვერც ის მოსამართლე დაიმალება, ვერც ცრუმოწმე დაიმალება, ვერც ის პროკურორები დაიმალებიან, რომლებიც უდრტვინველად წაუყენებენ ხოლმე აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს ბრალს. ასეთი რაღაცები არ იმალება ფარდის მიღმა. შეიძლება კამერა დახურო, მაგრამ ვერ დახურავ ადამიანის თვალებს. ისევ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებულ საკითხს მინდა დაუბრუნდეთ. მაყურებელმა უკვე იცის, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრ ჯაფარიძე ხელმეორედ არიან დაბარებული კომისიის ხდომაზე, ისე როგორც გიორგი გახარია და როგორც ნიკა გვარამია. თეა წულუკიანი იმუქრება ერთგვარად, რომ თუ კი დაპატიმრებული პოლიტიკოსები კომისიის კითხვებს ციხიდან დისტანციურად ჩართვის ფორმატში არ უპასუხებენ, კვლავ მოუწევთ პროკურატურისთვის მიმართვა და მოხდება შესაბამისად ახალი საქმეები. აი რამდენად უჩანს პირი, რომ იქნება ახალი საქმეები და ოპოზიციონერ ლიდერებს იმაზე დიდი ხნით მოუწევთ ციხეში, საპატიმროში ყოფნა, ვიდრე ეს შეიძლება იყოს 7 და 8. მეორე დაბარება ამის გარანტიას იძლევა, იმიტომ რომ ჩვენი ლიდერების განწყობა ვიცით, რომ ის რაც მათ აბსოლუტურად პრინციპულად და შეგნებულად არ გააკეთეს პირველ ჯერზე, არ აპირებენ რომ ციხის კედლებიდან გააკეთონ იგივე და ეს უკვე დაგვიანონსეს, რომ პირდაპირ ბრალს ითვალისწინებს და რა თქმა უნდა ამ კუთხით ველოდებით ბრალის დამძიმებას და მეცაც გეტყვით. ისინი ხომ მიუყვებიან გზას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა წინა საარჩევნო პერიოდში გვითხრა. ბიძინა ივანიშვილი არც ერთ თავის დაპირებას არ ასრულებს, რომელიც საქართველოს მოსახლეობას მისცა და მათ კეთილდღეობას უნდა შეხებოდა. ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ასრულებს იმ დაპირებებს, რომელიც ეხება პოლიტიკურ რეპრესიებს, ეხება მის პოლიტიკურ ოპონენტებს, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს და აი ამაში საკმაოდ თანმიმდევრულია. მან წინა საარჩევნოდ ერთ-ერთ ინტერვიუში უთხრა საზოგადოებას, რომ პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებას აპირებდა, შემდგომ ეს გადაიქცა პოლიტიკურ მესიჯად, ერთ-ერთ პოლიტიკურ მესიჯად, როცა ითხოვდნენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას. ერთ-ერთი მოტივატორი სწორედ მათი იყო, რომ პოლიტიკური ოპოზიცია უნდა გაეუქმებინათ, მათ ვერ მიიღეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, პარლამენტის გავლით, ანუ კონსტიტუციის ცვლილებით ისინი ვერ ახერხებენ ამას, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ წულუკიანის ხო, აი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ ხდომაზე განსახილველი საკითხია 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან სავარაუდოდ ამაში სწორედ ოპოზიციონერი ლიდერები იგულისხმებიან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებები. ეს ზუსტად ის თემაა, რაზეც ხელმეორედ არის დაბარებული მამუკა ხაზარაძე კომისიის ხდომაზე კითხვებზე პასუხისთვის. დღევანდელ ხდომაზე მიწვეულნი არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, იქამდე პარლამენტის წევრ გივი მიქანაძეს უსმენენ სწორედ ამ წუთებში. აი ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ
ბოჭორიშვილი და მიქანაძე ისაუბრებენ სწორედ იმაზე, რა ცუდია ოპოზიცია და როგორ აზიანებს საქართველოს ინტერესებს საგარეო ველზე. აი ბოჭორიშვილზე და გივი მიქანაძეზე როგორც მოწმეებზე რას იტყობთ? წეღან მესმოდა ლევან გოგიჩაიშვილის პოზიცია ამასთან დაკავშირებით და თუ წინა ხელისუფლების საქმეებს იძიებენ, გივი მიქანაძე იქ უნდა დაბარებული იყოს როგორც დანაშაულებრივი საქმეების შემსრულებელი და არა ვინმესთვის დანაშაულის, ასე ვთქვათ, დამბრალებელი. მაგრამ ასეთი გამრუდებული რეალობა გვაქვს დღეს, ან ქალბატონ ბოჭორიშვილს რა აქვს საერთოდ სალაპარაკო, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ყველანი ერთი უსამართლო მანქანის ჭანჭიკები არიან და ყოველდღიურად ასრულებენ იმ დავალებებს, რა დავალებებიც მოდის ბიძინა ივანიშვილისაგან. მონაო რო ეტყვი წყინთ, იმიტომ რომ თვითონ ძალიან ეგრეთ წოდებულ ლაქშერი ცხოვრებას ეწევიან, ამ ქალბატონსაც ძალიან ყვარებია ძვირადღირებული სამოსი თურმე და მისი ასე ვთქვათ, მთავარი мотиваცია არის, რომ ის მუდმივად ფინანსურად იყოს უზრუნველყოფილი, თუნდაც იმის ხარჯზე, რომ საქართველოს უფსკრულშიც გადაჭეხილა. აი ასეთი მორალის ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში, ასეთი მორალის აღზევებას შეუწყო ხელი ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც თავის დროზე გვპირდებოდა, აბა ერთი გადაცდომაო, კონდეს ვინმესო ჩემი ხელისუფლებიდანო, მე ვიქნები უმკაცრესი დამსჯელიო და დღეს მხოლოდ იმათ სჭის ვინც ბიძინა ფული იშოვა და ბიძინა ივანიშვილს არ გაუნაწილა. აი ამ მიმართულებით დღეს რეალობა. იგივე ნიკა გვარამეს უკვე ადევთ ხო ხელბორკილები. აი თუ კი მიზანი იყო ოპონენტების ციხეში გამოკეთვა. ოპონენტები უკვე ციხეში არიან. მაშინ რა არის მიზანი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ამ პოლიტიკოსების კიდევ ერთხელ დაბარების? უფრო მეტი რეპრესია. საზოგადოებაში უფრო მეტი უიმედობის დანერგვა, რომ უბრალოდ ის მუხლი, რომელიც კომისიაზე გამოუცხადებლობას ითვალისწინებს, მეტ სასჯელს უკვე არ ექვემდებარება, ასეა განმარტებული 9 თვიანი იყო ეს მუხლი და მათ სათადარიგოდ, რა თქმა უნდა, ჭირდებათ, რომ კიდევ კონდეთ დამატებითი მუხლები, უფრო ბრალის დასამძიმებლად და შესაბამისად წლების საპატიმროში გასატარებელი წლების მოსამატებლად, მაგრამ ერთი რამეა, ჩვენ ეხა სერიოზულ გზაგასაყართან ვიმყოფებით. ეს აღარ არის უკვე კი აი ეხა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებში, რომ ეს არის დემოკრატიული საფუძვლების შერყევა. ეს უკვე აღარ არის დემოკრატიული საფუძვლების შერყევა. დემოკრატიული საფუძველი დიდი ხანია მოიშალა ამ ქვეყანაში. ამ ქვეყანამ უარი თქვა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა უარი თქვა საერთოდ დემოკრატიაზე, ევროპულ ღირებულებებზე, ევროპულ არჩევანზე, გადააბიჯა საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყანა შეატრიალა რუსული მიმართულებით. ამიტომ ჩვენი ბრძოლა სწორედ ახლა ამაზე უნდა იყოს ყველასი ერთობით პოლიტიკოსების, საზოგადოებრივი ჯგუფების, საერთოდ სამოქალაქო საზოგადოების და ჩვენი მოსახლეობის, რომ ყველამ გადავარჩინოთ ჩვენი თავი და ჩვენი ქვეყანა ერთობლივად, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობისკენ მივდივართ და რაც უფრო დავაყოვნებთ, მით უფრო მძიმედ ჩავეფლობით იმ ჭაობში, რასაც ქვია რუსული ჭაობი, რასაც ქვია კრიმინალური ჭაობი, რასაც ქვია უკანონო ფულის მიმოქცევის ჭაობი, რასაც ქვია სიღატაკე, რასაც ქვია უსამართლობა და მხოლოდ ერთი კლანის გამდიდრება, რომელიც აი ამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გაღატაკების და გაუბედურების და ქვეყნის უბედურების ხარჯზე მოიწყობენ თავიანთ პირად ცხოვრებას. გასაგებია ქავტონფიქრია, ერთი კითხვა გიორგი გახარიაზეც მინდა დაგისვათ, მან მოასწრო და საქართველოს დატოვა იქამდე, ვიდრე მის წინააღმდეგ საქმეს აღძრავენ. პარტიაში კი ამტკიცებენ, რომ გახარია დაბრუნდება, თუმცა მაინც არის ვარაუდი, რომ ყოფილი პრემიერი ქვეყანაში აღარ ჩამოვა, ყოველ შემთხვევაში იქამდე, ვიდრე არსებობს მისი დაპატიმრების რისკი. აი თქვენ რას ურჩევდით გახარიას? სად უფრო აწყობს ახლა თვითონ ოპოზიციურ სპექტრს მისი ყოფნა საქართველოში, სადაც შესაძლოა დააპატიმრონ თუ საზღვარგარეთ, სადაც ძალიან ისეთი დიდი კონტაქტები აქვს პარტნიორებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ხო, არ ვიცი, არ იქნებოდა ეთიკური ალბათ ჩემგან ამის რჩევა. მან განსხვავებული გზამ აირჩია, ის თავიდან კომისიაზეც გამოცხადდა, მაგრამ მიუხედავად ამისა
ის მაინც არის დაბარებული ამ მიმართულებით. მე შემიძლია გითხრათ ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებსაც ჰქონდათ 9 წლიანი მუხლი წინა პერიოდში, რაც ლელო შეიქმნა საერთოდ აი ამ დაპატიმრების საფრთხის ქვეშ ვარსებობთ და პრაქტიკულად როგორც კი პოლიტიკური პროცესი აქტიურდება, მაშინ სასამართლო პროცესები აქტიურდება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ თქვეს, რომ ისინი არსად წასვლას არ აპირებდნენ, საზღვარგარეთაც იყვნენ ბევრჯერ ამ ბოლო პერიოდშიც ბადრი ახლახანს დაბრუნდა ბრიტანეთიდან ვიზიტით და პრაქტიკულად მეორე დღეს შეიძლება ითქვას ციხეში აღმოჩნდა. მე არ ვიცი რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული გიორგი გახარიას, ალბათ ის თავად და მისი გუნდის წარმომადგენლები ეტყვიან მოსახლეობას მისი გადაწყვეტილების შესახებ და თავადაც გასაგებია და ბოლოს ქავტონ ფიქრია კიდევ ერთი კითხვის დასმა მინდა მოვასწრო კიდევ ერთ ასე ვთქვათ მნიშვნელოვან საკითხზე. გუშინ არი ოხანაშვილი იყო სუსის უფროსი პარლამენტში, სადაც მან წლიური ანგარიში გააცნო დეპუტატებს, ისაუბრა ბევრ საკითხზე, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ამ თვალსაზრისით კი ახსენა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის რომეო მიქაუტაძის დაკავება და ასეთი რამ თქვა, შესაძლებელია კითხვებს აჩენდეს, როგორ აღმოჩნდა ასეთი დანაშაული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლს მიღმა, რომ მუშაობთ და ყველა საკითხს ნათელს მოვფენთ. ეს იყო ოხანაშვილის განცხადება. რაც ბევრმა გაიგო, როგორც ასე ვთქვათ, ისრების მიმართვა სუსის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ლილუაშვილის მისამართით. აი თქვენ როგორ გესმით, ასე მარტივად გითხავთ ოხანაშვილის ეს განცხადება? ხო, ალბათ აქვს ასეთ მოსაზრებას საფუძველი, მაგრამ ამ მოსაზრების საფუძველი რა შეიძლება იყოს, ეს არის აქ თავარი, რომ რა ბიძინა ივანიშვილი გამოფხიზლდა და კორუფციას ებრძვის. მე დავესესხები ერთ-ერთი ზუსტად აღარ მახსოვს, ამიტომ არ დავასახელებ. ეკონომიკაში გარკვეული ადამიანი ამბობდა კორუფციულ სქემებზე თუ ალაპარაკი, მიქაუტაძე შეიძლება მეორე ასეულში მოიაზრებოდესო, იმიტომ რომ პირველ ასეულში ბევრად მეტი ღლავები არიან ფინანსური დარღვევების და კორუფციაში ჩაფლულობის თვალსაზრისით, მაგრამ მათ ჯერ არ ხდება, რატომ დაიწყო მიქაუტაძის და მიქაუტაძის და არა ვთქვათ იმ პირველი ასეული, რომელსაც შიდა გარკვეული დაპირისპირება და ბიძინა ივანიშვილი არავის პატიობს, როდესაც ფულს ვიღაც აკეთებს და ამ ფულის ნაწილი მასთან არ მიდის. კი, ეგონათ საქართველოში რომ მილიარდერი რომ მოდიოდა ხელისუფლებაში ის ფულს არ დახარბდებოდა და პატარა საქართველოს ბიუჯეტზე ხელს არ მოითბობდა, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად საპირისპირო რამეს ვხედავთ. მან რუსეთში იშოვა ფული, სწორედ კორუფციით იშოვა ფული და შეუძლებელია ერთხელ კორუფციაში ჩაფლული ადამიანი ამისგან გათავისუფლდეს. მან შექმნა მახინჯი უსამართლო კორუფციული სისტემა და ამაში უნდა ჩაახშოს საქართველოს, ოღონდ თვითონ იყოს კარგად და შენარჩუნებული კონდეს ძალაუფლება. მადლობა ქავტონ ფიქრია იმისთვის, რომ მიყავით ჩვენი სტუმარი, იმისთვის, რომ გვესტუმრეთ და დაგვითმეთ დრო, დაგემშვიდობებით. დღის ნიუსრუმიც ამით დასრულებულია. ერთმანეთს ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.